მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთ და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გადავიღებთ ისევ და ისევ Brawl Stars-ს და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უპარომდე იმის მქონე ახალ Brawler-ზე წავიდეთ სოლოში და შევასრულებ 6 დღის მოგებების საჩუქრებს, რომელსაც ავიღებ და გავხსნი ამ ვიდეოში. შეგვიძლია რომ გავხსნათ 5 ცალი STAR დროპი და 5 ცალი ქაოს დროპი და 1 ცალი ამ ახალი ბრაულერის დროპი რა. ეხლა კიდევ სამწუხაროდ სენსორმა გაჭირდა და ვეღარ გავმოძრავდი და მომკვლა, მაგრამ ეგ არაფერი მთავარია, კარი გადავარჩინეთ და კარგად არის და გოლი არ გაგვიტანეს. ეხლა კიდე აქ რომ მარტივად მოკლათ, ასე წინ გადავაგდოთ ეხლა. აქ მეც გავჩდი და ჩემიანიც კი გაიტანს გოლს და ეხლა თურმე დებილობებს არ გააკეთებს. ეხლა უკვე მეორე გოლზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ასეც მოშორდა და ესეც ასე მეორე გოლიც ძალიან მარტივად გავიტანეთ. ესეც ჩვენი პირველი მოგება და გავხსნათ ჩვენი პირველი ქაოს დროპი, საიდანაც ეპიკი და ეპიკი რაღა იყო, სუპერ რეიდი რა. ეხლა გადავიდეთ ჩვენს უკვე მეორე მეჩზე. ამ ბრაულერთან დაბალ თასზე მყავს და უფრო მალე მოვიგებთ, ვიდრე მაღალ თასებში ძალიან დიდ ხანს გაიწელოს მეჩები რა. ეხლა უნდა გადავიდეთ ისევ და ისევ, მოდი მისტერ პიზე წავიდეთ. სამწუხაროდ ამებს არ უმიზნებს კარგად, მაგრამ ეხლა კარგად აუმიზნა და აქ ქროუს აღარ მიცემ რომ მაინც რო ვერ გაიტანოს და მე შევიტანე ბოლომდე რა. ეხლა კიდევ ეს რომელი ქროუს სკინია, დამიწერეთ კომენტარებში, ვერ ხვდები რომელი სკინია ეს ქროუსი. ეგ არის მისტერ პიც, ძალიან მარტივად მოკალი. აქ ეხლა მან არ მოკლას და კინაღამ გოლი გაგვიტანა. აი ახლა შეეძლო რომ წასულიყო პროსას და გოლი გაეტანა ელ პრიმოს. და თან ჩვეულებრივად გაგვიტანდა გოლს. ეხლა კიდე ძალიან გაგვიწელდა ჩვენი მეორე გოლის გატანა. და აუ, ტიპმა რა გააკეთა იმენა, ბურთი გადმოაგდო და ზედ ბურთზე დამსვა იმენა. კარგი, ეს ასე მოკლათ და აქ უკვე სამწუხაროდ გადარჩა ედგარმა, გადაარჩინა ისინი, თორე უკვე გოლს გავიტანდი რა. მისტერ პიც მკვდარია, ედგარიც მკვდარია, ეხლა პასი გვინდა და ეგ არ წავედით ეგრევე. სამწუხაროდ აი ვერ ვიტანთ, გოლი ვერ გავიტანეთ იმენა. რომ დავამთავროთ ეს მეჩი რა, ძალიან გაიწელა და გაგვეწელა ეს მეჩი რა. აი პროსტა იმენა ერთი გოლი რა გახდა. მაგრამ ეხლა მგონი აქეთ გაგვიტანენ ჩვენ და თუ არ ვიყო ჩაღეთ და რა თქმა უნდა, როდესაც მე მეკარე ვარ, გოლის გატანა შეუძლებელია რა. და ესეც ასე, ეს მეორე მეჩიც მოვიგეთ, ეხლა კიდევ გავხსნათ ჩვენი მეორე ქაოს დროპი და ისევ სუპერ რეიდი და არაფერს არ მიგდებს, ასევე დღეს თუ არა ხვალ უეჭველი დაიდება ახალი ვიდეო, რომელიც იქნება და მოიცადე ანუ ის მეორე აკაუნტ რო გავაკეთე დაბალთასიანი, იმაზეც გავხსნი ამებს და აქ შეგვიძლია ეხლა ნამდვილად არ დავხარჯავ ეხლა 39 ჯიმს მაგაში და ერთი ანგელი დროპიც გავხსნათ, საიდანაც როგორც ყოველთვის არაფერი არ უნდა მოვიდეს ისეთი რომ გაგვაკვიროს. ეხლა კიდე მესამე ვერცეც გადავიდეთ და თან ცოტათი დიდი ვიდეოც გამოვა და ვიცი რომ ჩემ გამომწერებს დიდი ვიდეოები გიყვართ.
ესე იგი 4 მეჩის მოგება დაგვრჩა ახლა. ამის მერე უკვე სოლოში წავალ. უფრო მალ-მალე მოვიგებ. უცბად მოკლავ კაც და ეგ არის რა. მორჩება ტოპ 4-შიც რო გახვიდე მაინც მოგებად გეთვლება და ეგ კარგია რა. ეხლა ის მაინტერესებს ყველა თუ მოკვდა იმათიანი, მაგრამ როგორც ჩანს არ მომკვდარა ეხლა უკვე მაქსი მეორედ გაცოცხლა. აიას. ძალიან კარგად ვითამაშეთ ეხლა ჩვენ და ეხლა უკვე მეორე გოლის გატანაზეც უნდა ვიფიქროთ. სურჯი ძალიან ნუბობებს აკეთებს და კიდევაც მარტივად მოკვდა. ეხლა მაქსმა უაზროდ მომკლა რა, ანუ უაზროდ რა მე ვითამაშე უაზროდ და მარტივად მომკლა. ეხლა აქ ასე მაქსიც მკვდარია. ის 4450 გავარ 4500 რო გამეტყა იმენა მოვკლავდი, მაგრამ სამწუხაროდ მაგდენი ვერ გავარწყდი და მეორე გოლიც გაიტანეს და ესეც ასე. ეხლა უკვე გავხსნათ კიდევ ერთი ქაოსი და ორი სუპერ რეიდი. აი ხო შეიძლება რომ ცოტა მაღალი რეიდით დამიგდოს, მაგრამ სამწუხაროდ არ მიგდებს. ეხლა კიდე სოლოში წავიდეთ რომელიმე სხვა ბრაულერით, რომელიც იქნება ისეთი რომ მარტივად მოვიგებ. მაგალითად იყოს მოდი ლეონით მარტივად მოვიგებ, წესით უცბად გაქრები და ეგ არის რა. მოკლავ კაც. ახლა ხახლო-მახლო არავინ არ არის ჯერჯერობით, პირველი powerful-ს დავჯერდები აქ და შემდეგ უკვე ქვევითაც ჩავიწევ ნელ-ნელა ეს პირველი რაც შეიძლება სწრაფად გავხსნათ. აქ ეს ჯერჯერობით არავინ არ არის, იქ ცედგარია. აქ ეს მესამეც ავიღოთ. აქ ახლა მეოთხე power cube-იც ავიღოთ. ეს უკვე ნაღდად კარგია და კარგადაც წავიწიეთ წინ და აქ ქითი ყოფილა თურმე არ ვიცოდი, ქითი ყოფილა. მაგრამ ეგ არაფერი როგორც ჩანს რთულია უკვე სრულშიც მოგება, ანუ ეხლა ცოტათი შეუძლოა ცუდათაც ვარ, მაგრამ YouTube-ს რომ ვიდეო არ მოვაკლდეს და აქტივი არ ჩამოვარდეს, გამომწერები არ დაგვაკლდეს და ისევ და ისევ აქტივზე იყოს YouTube-ის არხი, ვაპირებ გადავიღო, მაგიტო ვიღებ უფრო ვიდეოს რა. და აი ისეთ განწყობაზე და ხასიათზე არა ვარ, რომ ეხლა ბოლომდე მთელი ძალით ჩავერთო და ვითამაშო რა. მაგრამ კვირდებით მალე დავბრუნდები უფრო აქტიურად, უფრო შემართებით, უფრო მაგარი თამაშით და ასე შემდეგ. ეხლა კიდე იმიტომ თამაშობ უფრო დაბალთასიანს, რომ ეს ბრაულერი სიმართლე რომ თქვა, მართლა არ მომწონს. რაღაცნაირად დებილობა ბრაულერია ჩემს თვალში, ანუ მე არ მომეწონა ეს ბრაულერი, როდესაც გამოვიდა რა. აი ამას ლეგენდარობის არაფერი ეტყვა, ჩემი ერთ ეს ბრაულერი უნდა ყოფილიყო ეპიკი. უფრო სწორი იქნებოდა და სწორი არჩევანი, ვიდრე ეს რო ლეგენდარია და 3800 კრედიტი უნდა გადაიხადო ამის გახსნაში. და ესეც ასე მოდი ახლა მეორე 4 ეპიკი, 8 მიფიკი. აი ძალიან სწრაფად დავაწექით როგორც ხედავთ და ახლა კიდე გვინდა სამწუხაროდ არ დაგვიგდო ლეგენდარი და აი გაიმაქს 1600. მესამე ლეველიანი გახდა ჩემი solar fame და ამპის აუცილებლად დავიყენებ ახლა და მალე ამასაც გადავალ და ჩემს საყვარელ პლანეტას უახლოვდებით ძალიან მალე, სულ რაღაც 12000 კრედიტი მაშორებს და წესით მაგასაც მარტო თავიღებ და მოდი ახლა ამ გულის პინის მაგრად დავიყენოთ ჩვენი პლანეტის პინი. წესით ახლა უკვე აქედან აღარაფერს აღარ დამიგდებს, ეგ არის წყვილი, მაგრამ მაინც ვითამაშებ და გავხსნი რა თქმა უნდა. ისევ ქაოს დროპს. просто ვეღარ პოულობ ჩემი პლანეტის პინებს რა. იმდენი პინი მაქვს უკვე, რომ შეუძლებელია პოვნა რა, ვერაფერს ვეღარ ვხედავ.
ამიჭრელი და თვალები იმენა ამის ყურებით. კაი, მოდი არ გვინდა პინის დაყენება, მეგრე ვიდეოს გარეთ მოვძებნი, თორე ვიდეო ასე გაიწელება ძალიან დიდი ხანი, ასე რომ ვიდეოს გარეთ დავაყენებ და შემდეგ ვიდეოში უკვე გამოჩნდება ეგ პინიც რა. უკვე მე მირჩევნოდა რომ რამე ისეთი პინი დაეგდო რომ პინი რაღა იყოს სკინი რომელიც უფრო გამომადგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დააგდო. მაგრამ მე არაფერი. იქ არის ავტყო მისთვის როლი ახლა ეს სამი ტყვია, მაგრამ ასე ну ეს სუპერი ახლა ტყვია და მეტი ცვლად დავხარჯე, მაგრამ არა უშავს თავარი გოლი გავიტანე და სუპერს ისევ და ისევ ავისებ, რა თქმა უნდა. ოპა ძალიან დიდ ბრძოლებში ჩავებით. რანაირად გადარჩა, რამდენი ტყვია იძლევს? 3 ტყვია ავაცი. ძალიან დებილურად დავარტყი, ტრიკშოტი მინდოდა გამეკეთებინა და ძალიან დებილურად დავარტყი. და მაგის გამო ახლა გოლსაც კი გაგვიტანენ, თან 100% ვიცი. უკვე დაიწყო. გადავრჩით რომ მეორე გოლი არ გაიტანა, იმიტომ გავჩერდი რომ და გავჩვენდი რომ მეთქი მეორე გოლით გაგვიტანეს თქო, მაგრამ გადავრჩით. ეგ არის. ეს ვაიმე რეებს აკეთებ, ჩემიანი ბელი. კიდე კაი. ეხლა კიდევ ეპიკი, მიფიკი, 2 მიფიკი და 2 ლეგენდარი. 2 ლეგენდარისგან 1 კორდელიუსის სკინი, ეს ბრაულ ფას სკინი, 1000 კრედიტი. ანუ კრედიტები მივარდება იმდენი, რომ შეიძლება ერთ კვირაში იმ პლანეტაზეც გადავიდეთ, რომელიც მე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პლანეტაა და წამოხლა კიდევ გადავიდეთ ჩვენს საფინალო მეჩზე, იმიტომ რომ გოლი მიგდოს რომ ამ ერთსაც მოვიგებთ და გავხსნით და ეხლა რომ ყველაზე მაგარი და სასწაული მოხდეს. ამას გახსნილი აქვს ახალი ბრაულერი გლოუბერტიო თუ რაღაც ბრაულერია, ვერ დავიმახსოვრე მაგის სახელით და კარგად დავა მინა სნაიპერი გავხდი უცბად. დიდი არაფერი ბრაულერი არის, სუპორტ ბრაულერია და ეხლა ყველაზე მაგარი იქნება ამ ბრაულერის 5-დან რომ ეგ ბრაულერი დაგვივარდეს. იმენა ვიდეო იქნება სასწაული რა. ეს პირველი გოლი. ახლა კიდევ მეორედეთ ვიფიქროთ. ასე და ძალიან ბევრი გავარტყით და ეგ არის რა. პასი ბურთი წამოიღე რა, დებილობებს შვება ჩემიანი. აი ზუსტად მაგის გამო არ მევასება დაბალ თასებში თამაში, მაგრამ ედგარი კარგად თამაშობს და ჯესი მენა საშინლად თამაშობს. ესეც ასე. ესეც ჩვენი ბოლო 5 და ბოლო გახსნა და 10 კლიკი. აქედან უკვე შესაძლებელია რომ ეგ ბრაულერი დავარდეს და გრიფის სკინი სამწუხაროდ რომელიც არ მინდოდა გრიფზე. უკეთესი სკინი მაქვს მე. თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩვენ კი უკვე შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. ნახვამდის.